ამის რო ვისაუბროთ, ხარ იქნება პრობლემა პირველი მეგობრებო. Ით გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ნიკოლოზ ჩამახაშვილი, სტუდენტი. მოგეხსენებათ 2013 წლის 25 ივნის იგია დაგაგის ზეგთან დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები ბანერის განთავსების ცდილობის გამო. ანუ ის გამო ჩვენ შეგვიფარდეს 1000 ლარიანი, დაგვიწერეს 1000 ლარიანი ჯარიმები, რომელიც ჩვენ დავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უსულად დატოვა. ხოლო ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ შეგვეტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მიიღო სასამართლომ განხილვაში და დღეს ჩვენ მეგობრები სამართლებრივ საკითხებში დაწვრილებით აგიხსნიან და გეტყვით რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მე გახლავართ ნინო ტყემალაძე, ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩამახაშვილის და თორნიკე ჩიქოვანის საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში ჩვენ გავესაჩივრეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 150-ათი მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომლითაც პირი, რომელიც განათავსებს ბანერს, ლოზუნგს, პლაკატს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ჯარიმდება 1000 ლარით. აღნიშნული ნორმა მიგვაჩნია ჩვენ ბუდოვნად, რადგან ეს ჩანაწერი სიტყვა განთავსება იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებად და ვფიქრობთ, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორც არის გამოხატვის თავისუფლება. კერძოდ, 19 მუხლის მეორე პუნქტს 24 მუხლის პირველ პუნქტს და 25 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით ისაუბრებენ ჩემი კოლეგები. მე ვარ მიხეილ ოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩამახაშვილისა და თორნიკე ჩიქოვანის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, აღნიშნული მუხლები არღვევენ ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანეს პუნქტს, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტურ მნიშვნელობის მქონე ინსტრუმენტს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, რადგან სწორედ აღნიშნული ინსტრუმენტია იმის საფუძველი, რომ განვითარდეს პლურალური დემოკრატია სახელმწიფოში, რომლისკენაც მიდის საქართველო. აღნიშნული სტანდარტი დაცულია როგორც პანევროპული სამართლის, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინამდებარი პრაქტიკით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი იქნება წარმატებული და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება დამოუკიდებელი ჩვენთვის. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს, კანონმდებელმა უფლებაშემსრულებელი ნორმის დადგენისას აუცილებელია, რომ გაითვალისწინოს თანაზომიერების პრინციპი მისაღწევ მიზეზსა და საშუალებას სფეროში და იმაზე მეტად არ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს საჭიროა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. ამ შემთხვევაში ჩვენ სწორედ საქმე გვაქვს ნორმასთან, რომელიც არის ფართო განმარტების და ფართო დისკრეციის უფლებამოსილებას ანიჭებს კონკრეტულად სამართალდამცავებს არასწორად დააჯარიმონ და დააკავონ პიროვნებები, რომელთაც ჩვენ ახლა ამ კონკრეტულ საქმეშიც ვხვდებით. მოგესალმებით, მე ვარ ნინო რუსიშვილი, ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩამახაშვილისა და თორნიკე ჩიქოვანის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. აქვე მინდა ერთი დამატება გავაკეთო, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ათი მუხლის პირველ ნაწილში ჩანაწერი პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსება, როგორც უკვე ჩემმა მეგობრებმა აღნიშნეს, არის ფართო განმარტების და არის არაგანჭვრეტადი. ამ შემთხვევაში მოცემული ჩანაწერი იძლევა მსუსხავ ეფექტს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას იმ კუთხით, რომ მისი თუნდაც ჯარიმის ოდენობა და ამ ტერმინის ფართოდ განმარტება საზოგადოებას უშლის ხელს, რომ მათ გამოხატონ თავისი აზრი და გამოხატვის უფლება შეიზღუდოს, რითაც დემოკრატიულ სახელმწიფოს საფრთხე ექმნება.
გამარჯობათ, მე ვარ ლაშა მერაბიშვილი, თორნიკე ჩიქოვანისა და ნიკოლოზ ჩომახაშვილის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ბოლოს მინდა ყურადღება გავამახვილო ამ კონსტიტუციური სარჩელის თვითმიზანზე. ზოგადად გეტყვით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცნობს იერარქიულ სისტემას, ანუ სამართლებრივი აქტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და გამოიყოფიან იურიდიული ძალის მიხედვით. ამ სისტემას სათავეში უდგას კონსტიტუცია. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო არის სწორედ ის უწყება, რომელიც ესე ვთქვათ სახელმწიფოს მოქმედებებს, ესე ვთქვათ, ისეთ მოქმედებებს აკრძალავს, რომელიც უშუალოდ ჩარევითაა გამოხატული თუნდაც სამოქალაქო საზოგადოებაში ან თურმე პირადი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, თვითმიზანს წარმოადგენს ის, რომ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც აღმოჩნდნენ ბატონი ნიკოლოზ ჩომახაშვილი და თორნიკე ჩიქოვანი, არ აღმოჩნდეს სხვა ადამიანი. ანუ არ გაუჩნდეს იმის გრძნობა, რომ მე მაქვს უფლება, რომელსაც ვერ უკეთებს სრულ რეალიზაციას. და ასევე ჩვენ ესე ვთქვათ გვაქვს იმის იმედი, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება და მაქსიმალურად ახლოს მივა ეს ნორმატიული აქტი კონსტიტუციასთან. დიდი მადლობა.